ბელარუსში გათავისუფლებული 123 პოლიტიკური პატიმრიდან ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკია. მან ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსის ციხეში გატარებული დრო გაიხსენა, სადაც მან 4 წელი გაატარა. მე ქალაქ გორკის სასჯელახსრულების კოლონიაში ვიყავი, რომელიც ბელარუსის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, რუსეთ-ბელარუსის საზღვიდან 14 კილომეტრში. გათავისუფლების შემდგომ სანამ საზღვარი არ გადავკვეთე, თავისუფლების შეგრძნება არ მქონდა, თუმცა საზღვრის გადალახვის შემდგომ თითქოს ზღვის ფსკერიდან წყლის ზედაპირზე ამოვედი. მზე, სუფთა ჰაერი და სიცოცხლე ვიგზენი. იქ კი სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვიყავი. ზეწოლის ქვეშ, როგორც პირდაპირი, ასევე ფსიქოლოგიური. ჯერ კიდევ ფსიქოლოგიურ ადაპტაციას გავდივარ, რადგან ეს ასე მარტივი არ არის. ამ ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა საკუთარ თავში შეუძლებელია. ეს პროცესი ალბათ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამიგრძელდება. 63 წლის ბიალიაცკიმ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2022 წელს მოიპოვა ცნობილ რუსულ უფლებადამცველ ჯგუფ მემორიალთან და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრთან ერთად. ბიალიაცკიმ პრიზი სასამართლო პროცესის მოლოდინში ციხეში ყოფნისას მიიღო. მოგვიანებით კი კონტრაბანდისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დაფინანსებისთვის გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავს მეტნაკლებად კარგად გრძნობ. ნახლა ჩემს ჯანმრთელობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რადგან ამ 4 წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო მომსახურებას ვიღებდი. უნდა გესმოდეთ, რომ ბელარუსის ციხეებში სამედიცინო მომსახურება ძალიან შეზღუდულია. თუ სტომატოლოგი არის, ის მხოლოდ კბილებს ამოიღებს. თუ ზოგადი ექიმია, ის მხოლოდ აბებს გაძლევს. მე გავიარე სტანდარტული გამოცდილება, რომელსაც თითქმის ყველა პოლიტპატიმარი განიცდის. ეს მოიცავს წინასწარ პატიმრობას, კოლონიას, დაუსრულებელ კონფლიქტებს და სასჯელებს ჩემი პატიმრობის დროს. ეს მოიცავს სადისციპლინო ბარაკს, დახურული ტიპის დაწესებულებას, არსებითად ციხეს ციხეში, სადაც თქვენ უბრალოდ დახურულ ოთახში ხართ. 6 თვე გავატარე ამ სადისციპლინო ბარაკში. ვეტერანი ადვოკატი, რომელმაც ბელარუსის უძველესი და ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი ვიასნა დააარსა, გორკის სასჯელახსრულების კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც პატიმრებს სცემდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ. თუმცა მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის დროს არასდროს უცემიათ. მისი თქმით, ნობელის პრემიის ლაურეატის სტატუსი შესაძლოა ფიზიკური ძალადობისგან იცავდა. შესაძლოა ნობელის პრემიის ლაურეატობამ ჩემს გარშემო ერთგვარი დამცავი ფარი შექმნა და საქმეები ჩემს შემთხვევაში უფრო არ გამწვავებულა. ჩემს მეუღლეს და ოჯახს შევხვდი, ეს ჩემთვის დიდი სიხარულია, რადგან ამ დრამატულ, ტრაგიკულ სიტუაციებში, რომელთა წინაშეც ყველა პოლიტპატიმარი დგას, უპირველეს ყოვლისა ოჯახები იტანჯებიან. ეს დარტყმა ყველაზე მეტად ახლობლებს, ნათესავებს აწვევად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ ერთად ვართ. ბიალიაცკის თქმით, მან ბელარუსში ყველა პოლიტპატიმრის მსგავსი გამოცდილება გაიარა. სამარტოო პატიმრობა, თვითნებური სასჯელი მცირე დარღვევებისთვის, საყვარელი ადამიანების ნახვის აკრძალვა, წერილების იშვიათად მიღება და ასე შემდეგ.